23 წლის მარიამ მაღლაკელიძე რამდენიმე დღეში სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრება. მისთვის დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტი მეხუთე უცხოური სასწავლებელი იქნება, სადაც არქიტექტურის ფაკულტეტზე ისწავლის. თავიდან მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურა ურბანისტიკა დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2015 წელს ერასმუსის პროგრამაში გაიმარჯვა და პორტუგალიაში, ლისაბონის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. ერთი თვის შემდეგ კი მაგისტრატურაზე ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში მოიწყო და სრული დაფინანსება მოიპოვა. ის ქართულ და უცხოურ განათლებას შორის განსხვავებას სწავლების მეთოდოლოგიაში ხედავს. ძალიან დახვეწილი მეთოდოლოგია განსაკუთრებით, ლისაბონში უფრო იყო პრაქტიკული სწავლება, უფრო ტექნიკური მხრივ და ესტონეთში შერწყმულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ამავე დროს აქცენტი არის გაკეთებული სამეცნიერო კუთხით. მარიამის თქმით, მთავარი მიზნის მიღწევის სურვილია და ის ახალგაზრდებს სურჩევს გამოიყენონ შანსი და დაუღალავი შრომით სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. პირველი არის სურვილი და მიზანმიმართული შრომა ამ სურვილის რეალიზებისთვის. ეს არის ყველაზე აუცილებელი და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დამატებითია, ეს მოგვარებადია, როდესაც არის ძალიან დიდი სურვილი, მონდომება და მიზანმიმართული შრომა. მისი თქმით, არქიტექტურა პროფესია, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. მომავალი არქიტექტორი ქუთაისის ურბანულ მოწყობას კრიტიკულად უყურებს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას საკუთარ ქალაქს მოახმარს.